დაუტოვა ბურთი წიტაიშვილს. წიტაიშვილის დაბალი ჩაწოდება დარტყმა. რიკოშეტი და 1-0 კიტეიშვილს ჩაეფლება ეს გოლი დიდი ალბათობით. ძალიან მალე მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა ანგარიში. კიტეიშვილმა წინა შეხვედრაში შეასრულა საგოლე გადაცემა აქ. მისი ზუსტი დარტყმის შედეგად დავწინაურდით. შეხვედრის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრებმა დაბალი გადაცემა. კარგი შემოტრიალება ქოჩორაშვილი მიქაუტაძე 2-0. 2-0 მიქაუტაძემ მე-19 გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ქოჩორაშვილის საგოლე გადაცემა და მიქაუტაძის შესანიშნავი დაბალი დარტყმა. ისევ მეტოქის ნახევარზე კარგი პრესინგის წყალობით დაწყებული შეტევა. ჩანჩარევიჩმა თან ტრავმაც მიიღო აქ. მე-14 წუთისთვის 2-0 ლიგებში. კვარაცხელია ახლა სამის მოტყუება. გადაცემა ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხით უთხავს 3-0 გიორგი ჩაკვეტაძე. 23 წუთზე 3-0-ია უკვე ანგარიში. გიორგი ჩაკვეტაძეს საგოლე მოქმედება წინა შეხვედრაშიც ჰქონდა იქ. საგოლე პასი მიითვალა აქ გაიტანა გოლი. ყველაფერი დაიწყო კვარაცხელიას შესანიშნავი მოძრაობებით. ამ დროს ყველა ელოდება რომ კვარაცხელია თავად გაისწორებს და არტყავს მექვაბიშვილის ართმევა იყო ჯერ ესეთი კარგი ისევ მეტოქის ნახევარზე მოპოვებული ბურთი. 1 მეორე მესამე და მერე პასი. ყველა გადავიდა თელების კვარაცხელია კიტეიშვილი 4-0 ხდება ანგარიში. ქუჩა კვარაცხელია საგოლე გადაცემით. კიტეიშვილს გააქვს ხევანდელ შეხვედრაში თავისი მეორე და ნაკრების მეოთხე გოლი. დროა გავიხსენოთ აი ეს მოგება, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა სომხეთთან. 19 მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ მაღალი დარტყმა 5-0. კიტეიშვილის დუბლის შემდეგ მიქაუტაძეს ასრულებს დუბლს და ეს უკვე საიუბილეო მე-20 გოლი ნაკრებში. მეორე ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში გატანილი აქვს 20 გოლი. კიდევ ერთი შეცდომა აქ მეკარეს უბრუნებდა. ძალიან კარგი ზეწოლა იყო იქ. სომეხ ფეხბურთელზე და ამან გამოიწვია კიტეიშვილის ზეწოლა და ამან გამოიშვილი. კარგი შეგდება კვარაცხელია და 6-1. თავისი გოლი მაინც გაიტანა ქუჩა კვარაცხელია. შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც მექვაბიშვილი იყო გამორჩეული. მე-18 გოლი ეროვნულ ნაკრებში. და იქ მიქაუტაძის მოძრაობაც ძალიან კარგი იყო, როგორ დაუთმო ბურთი. მექვაბიშვილის სახით იყო მოწინააღმდეგის კარისკენ, ზურგით იდგა მიქაუტაძე. აი ეს პირველი აქ თითქოს დავკარგეთ და შესანიშნავი